საინტერესოა დღეს რა მოგვიმზადა უხუცესმა ასტროლოგმა, ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ. დილა მშვიდობისა, როგორც ქალების შემთხვევაში განაპირობებს ესა თუ ის პლანეტა, მათში თანდაყოლილი დახვეწილი მანერებისა და მომხიბვლელობის ნიშს მამაკაცების შემთხვევაში სექსუალური პოტენციალის მაჩვენებელსაც კონკრეტული პლანეტების განლაგება მიუთითებს. ამიტომ მუდმივი საუბარი იმაზე, რომ მორიელი მამაკაცები როგორც წესი ყველაზე სექსუალურები არიან, რბილად რომ თქვათ სასაცილოა. საქმე იმაშია, რომ მამაკაცური პოტენციისა და ზოგადად სექსუალური ტემპერამენტის მანიშნებელი ამა თუ იმ ადამიანის რუქაში არა მარტო მზის ზოდიაქოს ნიშანი, არამედ პლანეტა მარსი და ხშირად პლანეტა პლუტონის ადგილმდებარეობაა. აუ გაბურღეტვინე! პლანეტების სხვადასხვა ენერგეტიკის მატარებლები არიან. ქალურისა და მამაკაცურის, ნეგატიურისა და პოზიტიურის, ზოგჯერ სულაც ნეიტრალურის. თუმცა პლანეტა მარსი, რომელიც ამა თუ იმ მამაკაცის რუქაში სექსუალურ პოტენციალზე და საპირისპირო სქესის მიმართ შთაბეჭდილების მომხდენის საკითხზეა პასუხისმგებელი გამოკვეთილად მამაკაცური, აგრესიულობის მატარებელი პლანეტა. მოდით ზოგადადაც ვიმსჯელოთ და მხოლოდ მზის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დავაჯგუფოთ მამრების სექსუალური ტემპერამენტისა და პოტენციალის მიხედვით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაზე მხურვალეთა რიგებს ვერძები, ლომები და მშვიდოსნები უნდა მივაკუთვნოთ. ამ მამაკაცების ნება ძალზე ინტენსიური და ბობოქარია, თუმცა მათი უმრავლესობა მალე ნელდება, მანამ სანამ ახალ საკბილოს არ დალანდავს ჰორიზონტზე. უფრო გასაგებად რომ თქვათ, ცეცხლის სტიქიას გამუდმებით ესაჭიროება ახალი საწვავი, საიმისოდ რომ არ დაჟანგდეს და კარგად იმუშაოს. რაც შეეხება წყლის სტიქიის მამრებს, ანუ კირჩხიბებს, თევზებს და მორიელებს, მათთვის სექსუალური მოთხოვნილებები და პარტნიორული ემოციური თავსებადობა ძირითადი ფაქტორია ურთიერთობაში. ამიტომ თუ მათ პარტნიორი ემოციურად ავსებს, იქ სექსუალური პრობლემებიც მოხსნილი. აი მიწის სტიქიასთან, ანუ ქალწულთან ყუროსთან და თხის რქასთან კი მთავარი კომფორტი და წესრიგია. ამ მამაკაცებისათვის სექს ისევე როგორც დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში თავისი რიგი და გრაფიკი აქვს. ამიტომ თუ პარტნიორი თანახმაა, მასთან ერთად ამ გრაფიკით იხელმძღვანელოს პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება. მიუწვდომელი ყველაზე ნაკლებ სექსუალური აქტივობით კი ჰაერის სტიქიის მამრები გამოირჩევიან, ანუ ტყუპები, სასწორები და მერწყულები. ისინი მთელს თავის ტემპერამენტს ლაქლაქში და ვერბალურ კომუნიკაციებში ხარჯავენ. ამიტომ თუ გინდათ ასეთ კაცს თავი მოაწონოთ, ნაინარი სექსუალური თეთრეულის ყიდვა ჯობია ინტელექტის დონე აიმაღლოთ. ამით იგი უდაოდ აღფრთოვანებული დარჩება. ის სამარხში ხარ ანჯელინა ჯოლი. სადაც დავიწყოთ, რომელი კამერა პირველი? ეს გვერდზე პლანეტაზე მიდის სარემონტო სამუშაოები. ნახვამდის. ახლა კი ტრადიციული რუბრიკის ვინილის მუსიკის დროა. მეფე ცოცხალია. დღეს მეფე და მისი სიმღერა That's All Right, რომელიც მისი მეხუთე ვიზიტს მოყვა სტუდიაში ზოგადად ახლა პირველი დაწყებული მეხუთე რომ მივიდა სიმღერა ჩაწერა ეს შემთხვევით სრულიად არტურ პრუდუპის დაწერილი სიმღერა ეს მან ისე იგი შეასრულებდათ როგორც მანვე შეასრულა პირველად და ისე ასრულებდა ხო და მოკლედ მე ჩაწერა ეს ელვის პრესლიმ და პირველად როდესაც რადიოში უკრავდნენ თურმე ელვის პრესლი ისე ნერვიულობდა რომ წავიდა კინოში ამ დროს ისე რა ქვია რაღაც სასწაული არ მოხდეს ქალაქიდან არ გამაგდონო იმიტომ რომ ეს სიმღერები მაშინ არ იყო ხო და ნუ საბოლოო ჯამში გამოვიდა ესე რომ ძალიან პოპულარული გახდა და სამწუხაროდ ცოტა დრო გახდა ამიტომ დაუკრავ Yeah, that's all right, mama. That's all right to you. That's all right, mama, any way that you do, that's all right. That's all right.
I said that's alright mama anyway you do მაგვიძარა ისევ პირდაპირ ეთერშია და ტოპ სერვისის დროა. 11 აპრილს თბილისში ბარბერის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. საღამომ ძალიან ლამაზად და მაღალ დონეზე ჩაიარა, დეტალების სიუჟეტში ნახეთ. ლევანი, ფიქრობდი, რომ საქართველოში ბარბერის ბრენდი გაიხსნებოდა? არა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, მინდა გითხრა. და შენ თუ იცი, რამდენი წლის იყო ტომას ბარბერი, როდესაც ეს ბრენდი შექმნა? 21. აუ, მოგიწე. მაღალი ბრენდების ერთ-ერთი თვისება არის ის, რომ თუ კი სადმე იხსნება, დედაქალაქში აუცილებლად ცენტრში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ არის თავისუფლების მოედანზე. ბარბერი, ყოველთვის საინტერესო კოლექციები აქვს ხოლმე, განსაკუთრებით გამოვარჩევ შემოდგომის ზამთრის კოლექციებს. ძალიან მიყვარს ბარბერი ბავშვების განსაკუთრებით, ჩემს შვილებს ძალიან მოწონთ და მეც მათვია ბარბერის უახლესი კოლექციის პარტი, ასეთ ჩემი საყვარელი ფერია ეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ რაღაცნაირად შეულები აღმოჩნდით, რომლებსაც ჩაგვაცეს დაგდეს პატივი და ესეთი მოგვაზომეს და ჩაგვაცეს ესეთი არაჩვეულებრივი უახლესი კოლექცია. ძალიან მაგარია, რომ საერთოდ ესეთი მასშტაბური ბრენდი იხსნება საქართველოში და თბილისში და ესეთ ლამაზ ადგილად. სპოთა შორის ძალიან მაგარი დიჯეი რო უკრავს, მე მგონი აქაც ისმის ხო? შევიდე შენი გავიდე. Imagine me and you, I do. I think about you day and night. It's only right to think about the boy you love and hold him tight. So happy together. We gon' do this. მაგვიძარა. მაგვიძარა პირდაპირ ეთერშია. თუ ცოლის მოყვანა, თუ ქორწინებისთვის ემზადებით ან ცოლის მოყვანა ტრადიციების მიხედვით გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ამისაც საჭირო არის ნიშნობა. თუმცა ძველად ჩვენი წინაპრები ამას დაწინდვას ეძახდნენ. ნახეთ ჩვენ სიუჟეტში ჩემი ესეთი გათხოვების გათხოვი? მიულოცო. სიუჟეტის შემდეგი ჩვენი სტუმარი იქნება საღვთისმეტყველო საგნების პედაგოგი გიორგი ჯოლაყიძე. თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვეტეთ, რომ მომავალი თქვენს რჩეულს სამუდამოდ დაუკავშიროთ, ამისათვის დიდი სიყვარული და ბევრი ფულიც გჭირდება. მოემზადეთ სირთულეებისთვის და დაღლასაც შეეგუეთ. თქვენ ხომ ქორწილისთვის ემზადებით. ყველაფერი ეგრეთ წოდებული ნიშნობით იწყება. როგორც წესი, მომავალი პატარძლის ოჯახი სუფრას შლის და სიძის ოჯახის წევრებს ებადიჟება. ამ დროს სიძემ აუცილებლად თან უნდა იქონიოს ნიშნობის ბეჭედი. სასურველია ძვირფასი, ასევე თაიგული და თუ შამპანიური ვერა თბილეული მაინც. თუ კიდევ რაიმე ძვირფას ნივთს გაიყოლებს, კარგი იქნება. Everlasting love for me. Whoa, loving you is some kind of wonderful. ნიშნობისთვის საჭირო ატრიბუტებით შეიარაღებულ სიძეს დიდი შანსი აქვს საცოლის ოჯახის წევრები მოხიბლოს. რის შემდეგაც ინიშნება ქორწილის დღეც.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეგრეთ წოდებული ნიშნობა მხოლოდ საერო რიტუალია და მართლმადიდებელ ეკლესიაში ის დაწინდვის სახელით არის ცნობილი. დაწინდვა პირდაპირ მნიშვნელობით ქორწინების პირობას ნიშნავს და ამ რიტუალში მოძღვარი მონაწილეობს. ნიშნობა არის წინდობა იგივე რიტუალის გარეშე. ჯვრისწერის მოსამზადებელი პერიოდია, ფაქტობრივად შემაჯამებელი პერიოდია. ძირითადი ნაწილი, შემადგენელი ნაწილი არის ბეჭდების გაცვლა და ამით ფაქტობრივად არის დასტური თანხმობისა და ერთგულებისა. მაგრამ ეს არ არის ჯვრისწერა, აქ ჯერ კიდევ ოჯახური ცხოვრება აგრძელულია. თუ ადრე დაწინდვა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე ხდებოდა, დღეს ეს რიტუალი უკვე ჯვრისწერის შემადგენელი ნაწილი გახდა. თუ მოძღვრის მეთვალყურეობით მიმდინარეობს სასიყვარულო ურთიერთობები, ხო ადამიანების მრევლის, ისინი ცდილობენ რომ ეს ეტაპები გაიარონ და მაშინ იმას აქვს რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობა. წარმატებული დაწინდვა და ნიშნობა ეს ყველაფერი არ არის. წინ ქორწილისთვის მოსამზადებელი კიდევ უფრო რთული ეტაპები გელით. Hey, I just met you and this is great. ველოდეთ განვითარება სიუჟეტის. დაგიბრუნდით ჩვენი სტუმარი შემოგვერთა დილამშვიდობი. დილამშვიდობი მოგობა რომ მომდენით. სიუჟეტის მეშვეობით კი შევეცადეთ აგვიხსნა რა ნიშნავს ეს სიტყვა, თუმცა თუ კონკრეტულად შეგიძლიათ აგვიხსნათ უფრო კონკრეტულად. წინდობა ეს გახლავთ როგორც აღინიშნა პირველი ნაწილი ქორწინების საიდუმლოსი და საკუთრივ წინდობა ბერძნულში ასეთი ტერმინია დავასახელებდი არაბონ ეს ნიშნავს წინდს, ანუ ბეს, ეს მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას. ანუ წინდობა გახლავთ რიტუალი, როცა დადასტურება ხდება ორი მხარის მიერ ერთმანეთის წინაშე, რომ მათ სურთ ქორწინება და ამის დასტურად ერთმანეთს აძლევენ წინდს, ანუ ბეს, ანუ ნივთს, რაღაც ნივთს ასე ვთქვათ, იმის დასადასტურებლად, რომ ეს პირობა მათ იქნება უტყუარი და არ დაირღვევა და ეს ბე გახლავთ ამ შემთხვევაში ბეჭდების გაცვლა. და წინდობის რიტუალის, რომელიც ტაძარში აღესრულება წინდობა საეკლესიო რიტუალი, არსებითად გულისხმობს სწორედ ბეჭდების ურთიერთგაცვლას და ეს ბეჭდების ურთიერთგაცვლით, ასე ვთქვათ, და შესაბამისად ამ თანხმობის გამოხატვით, ეს აქტი გამოხატავს თანხმობას თვითონ ორივე მხარე, სიძე და ძალი ადასტურებს, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ ქორწინებით კავშირში შევიდნენ ერთმანეთთან. სხვადასხვა ერთი რამის აღნიშვნა შეიძლება ჩვენ დასავლური ტრადიცია, ალბათ ვიცით, მეტნაკლები წარმოდგენა გვაქვს, როცა ამ ქორწინების რიტუალზე, როცა იქ სიტყვიერად ადასტურებს სიძე და პატარა ძალი, რომ მათ სურთ აი მეორე მხარეზე ქორწინება. მოძღვარი მათ ეკითხებათ, სურთ თუ არა და ქორწინება, ისინი პასუხობენ დადებითად უმეტეს შემთხვევაში, რომ უნდათ ქორწინება. აი ეს დიალოგი ჩვენ არ გვაქვს ჩვენს მსახურებაში. ეს აიხსნება იმით, რომ სხვადასხვაგვარად განვითარდა დასავლეთში და აღმოსავლეთში წინდობის წესი. დასავლეთში ასეთი მიდგომა, რომ სიძე და ძალი თვითონ არიან თანამონაწილენი ამ წესის, ასე ვთქვათ, და ამ თავისი სიტყვების წარმოქმნას ამას ადასტურებენ. მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ჩვენ აღმოსავლეთის წესში არ გვქონდეს, ვთქვათ, ეს თანხმობა და იგნორირება ხდებოდეს სიძე პატარა ძლის სურვილისა, ეს სურვილის გამოხატულება და დასტური იმისა, რომ მათ მართლაც უნდათ მეორე მხარეზე ქორწინება, არის სწორედ ამ ნივთების გაცვლა, ბეჭდების გაცვლა, რაც დღეს გვაქვს. იგივე ნიშნობა რაც ახლა ეს აი ხალხურ ტრადიციაში რაც არის, როცა თქვა, აი როგორც ითქვა წინ არის სიუჟეტში, რომ სიძე მიდის და მიაქვს აუცილებლად ბეჭედი, ეს ხალხური ტრადიცია, ასე თქვა, გამეორება არის იმისა, რაც ტაძარში სრულდება. ანუ უფრო ზუსტად რომ თქვა, ეს წინდობის რიტუალი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაწესდა ეკლესიაში, თავის მხრივ საფუძველს იღებს ხალხში ზოგადად არსებული, ესე იგი, დაწინდვის რიტუალისაგან. მოგეხსენებათ ეს ქორწინებითი კავშირები მას შემდგომ არსებობს, რაც ადამიანები არსებობს საზოგადოდ. და რომ როცა კი არის ეს საზოგადოებაში ეს ქორწინებითი ურთიერთობები, ყოველთვის ხდებოდა ეს დაწინდვა, შეთანხმება, ანუ წინასწარ ოჯახის წევრების მხრიდან უმეტესად აქ მშობლები იყვნენ ხოლმე აქტიურნი ძველ დროში მოგეხსენებათ შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომ აი ეს ვაჟი და ქალი უნდა აქორწინდეს და ამიტომაც ეს ხდებოდა. მერე ეკლესიამ ეს თავის წიაღში შემოიტანა, რა თქმა უნდა, არ უარყო ეს წინასწარი შეთანხმება ქორწინების თაობაზე, ოღონდ მას ქრისტიანული შინაარსი შთაბერა, რა თქმა უნდა. აი თუნდაც ეს ბეჭდების გაცვლის ფაქტი ჩვენ როგორც მიჩნეული ეს უნდა იყოს სწორედ არსებული მოვლენა, ასე ვთქვათ, ანტიკურ სამყაროში არსებული ჩვეულება, რომელიც შემოვიდა ქრისტიანული ეკლესიის წიაღში. ეს იყო და ეს ქრისტიანობას რომ დაეწესებინოს ბეჭდების გასვლა, ასეთი რამ ჩვენ არ გვაქვს. ერთი რამის თქმაც შეიძლება ამ წინდთან დაკავშირებით, ანუ იმ ნივთებთან, რომელსაც ცვლიან, წინდი ნიშნავს ბეს, როგორც განმარტეთ.
არის სხვა ნივთიც დასახელებული, ნივთი ცოტა უხეშად მომივიდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ჯვარს გულისხმობთ. ჯვრების გაცვლის ტრადიცია არსებობდა და ქართულ ტექსტებში ეს შემორჩენილი გახლავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძველი ხელნაწერები, რომელიც სინას მთაზე არის დაცული. და ეს ხელნაწერები ასახავენ დაახლოებით მე-6 საუკუნის რეალობას და